დღეს ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობთ იცოდა თუ არა რიჟვაძის ხელმძღვანელობა იმის შესახებ, რომ ის სერიოზულად იყო დამოკიდებული აზარტულ თამაშებზე. ის 2 წლის განმავლობაში მუშაობდა ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში და როგორც ჩვენი ძალიან სანდო და არაერთი წყარო გვიყვება, ამ ხნის განმავლობაში აქტიურად იყო დაკავებული აზარტული თამაშებით. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით აკრძალულია საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის აზარტული თამაშები და საბამისად კონტროლს გადიან ეს ადამიანები, როგორც ირკვევა ტარიელ რიჟვაძე 32 წლის პოლიციელი თამაშის შესახებ ძალიან ბევრმა ადამიანმა იცოდა. ჩვენ ბუნებრივია ეს შეკითხვები დღეს დავუსვით მის ხელმძღვანელ პირსაც, იცოდა თუ არა რომ მისი თანამშრომელი ესე აქტიურად თამაშობდა და სწორედ ეს გახდა მიზეზი, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა. ჩემს უკან ხედავთ თქვენ სუპერმარკეტ სპარს, ეს არის თაბუკაშვილის ქუჩა ბათუმში და სწორედ ის სუპერმარკეტია, რომელიც დაახლოებით 2 კვირის წინ დააყაჩაღა პოლიციელმა. ის შევიდა, გამოიტანა სასმელი, როგორც ჩვენს უთხარი მაყურებელს და თავად დარეკა პოლიციაში. ერთგვარად თავი გადაიჩინა, როგორც მისი კოლეგები ჩვენ პირად საუბრებში გვიყვებიან. სხვათა შორის უნდა უთხრა ჩვენ მაყურებელს მისი კოლეგების რეაქცია, როდესაც ჩვენ დღეს ამ კითხვებს ვამდით, იცოდნენ თუ არა და მინიმუმ ეუხერხულებათ თუ არა, როდესაც ქვეყანაში ადამიანს, რომელსაც სამართალდამცველი ქვია აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული, თან ყაჩაღობის ბრალდებით არის დაკავებული და რაოდენაც არ უნდა გაგიკვირდეთ ამას პოლიციელები, ადამიანები, რომლებიც მუშაობენ მესამე განყოფილებაში, სიცილითაც კი ხვდებიან და გვიხსნიან, რომ თურმე საყოფაცხოვრებო პრობლემები გააჩნდა ამ პოლიციელს და ის ჩვეულებრივი ადამიანია და ამაზე ყურადღების გამახვილება არ არის საჭირო. რაც შეეხება მის უშუალო ხელმძღვანელს, ის ბექა თავართქილაძეს, მესამე განყოფილების ხელმძღვანელს, ის ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ დეტალებზე საუბარს არ აპირებს და პრესსამსახურთან გვამისამართებს. საქმესთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მე ვერ მომაწვდით. სხვა უწყება იძიებს გამოძიებას და შეგიძლიათ მიმართოთ პრესას. როდის დააკავეს? ვერ გეტყვით. როგორ თქვენი თანამშრომელი თამაში დამოკიდებული იყო არც ეს არ იცით? თქვენ რასაც მეკითხეთ, მაგასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიიღოთ პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესაზე. თქვენ რა შვებოდით იმ დროს, როდესაც თქვენი თანამშრომელი თამაშობდა და თან ყაჩაღობდა? თქვენ არ იცით რა საკეთებდა და რატო თქვენ ვერაფერი ვერ გააკეთეთ და თქვენი თანამშრომელი მაღაზიას აყაჩაღებს. ამაზე მეტი რა უნდა ვიცოდეთ? არასწორად აფასებ თქვენ. რას ვაფასებ? არის ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული? ერთი წუთით. დააყაჩაღა ახალშენში თქვენმა თანამშრომელმა მაღაზია? დევერხეთ გეუბნებით. მაგასთან დაკავშირებით გაგცემთ პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესაზე. ხო, თქვენ ვერ გაგცემთ? არ გაგცემთ პასუხს. არ თუ ვერ? არ გაგცემთ. ყველაფერი ვიცი, მაგრამ არ მსურს ეხლა მაგასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხი. დიდი ხანი გეუხერხულებათ ისე? რა უნდა მოვხერხულო? რომ თქვენი თანამშრომელი ყაჩაღობის ბრალდებითაა დაკავებული? ნახეთ კიდევ ერთხელ გეუბნებით. მაგასთან დაკავშირებით თუ რამე გაინტერესებთ, ანუ ვინ არის დაკავებული, როდის არის დაკავებული და რასთან დაკავშირებით არის დაკავებული, შეგიძლიათ მიმართოთ. თქვენ გეცინებათ სასაცილოდ გოგცაქვეთ ხალხს ტროტუარზე დგომის გამოიჭერთ და ამ დროს თქვენი თანამშრომელი მაღაზიას აყაჩაღებს. კანონის წინაშე ვაგებთ, რატო ნერვიულობ? ქალბატონო, პოლიციელი რო ყაჩაღობაზეა დაკავებული, არ არის სანერვიულ და თქვენ არ გენერვიულებათ? არ შეიძლება რა ის შეიძლება პოლიციელი ყაჩაღია? სასაცილოდ არის საქმე, ქალბატონო. რა გაცინეთ? კაი, რა მოხდა მე ახლა? იმაში ხوار უნდა მოხარშო. რა მოხდა? პოლიციელი რო ყაჩაღობაზეა დაკავებული, კიდე რა მოხდა? კარგი ბიჭი იყო, თავს ყოფითი იქონდა პრობლემა. რა პრობლემები ქონდა რო გითხარით? აი გითხარით რა ყოფით პრობლემა? თამაშობდა ხო? და ამის გამო არ ვიცი, ეთყობა რაღაცა იყო პრობლემები. ეს არის გამართლება პოლიციელი რო ყოფითი პრობლემები ყოლა? მოხდა ასე და რა ვქნათ ახლა? პოლიციელის რო ყაჩაღობაზეა დაკავებული, ეგ შეიძლება? პოლიციელი თქვენი თანამშრომელი, აი სულ ცოტა ხნის წინ სხვა დროს მასთან თქვენ კეიფობდით. ფოტოც არის, თქვენ კეიფობდით. მოქალაქეებს უხერხულ მდგომარეობაში აყენებთ. უხერხულ მდგომარეობაში თქვენ არ ხართ შენ თანამშრომელი, ჯერ თამაშობს და მე ყაჩაღო? აი ასეთია, რომელსაც ახლა მაყურებელი პირდაპირ ეთერში უსმენდა იმ პოლიციელების დამოკიდებულება, რომელიც 2 წლის განმავლობაში მუშაობდა ტარიელ რიჟვაძესთან ერთად, მათ სასაცილოდ არ ყოფით. ეს ძალიან მძიმე ფაქტი, როგორც გითხარით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა ეს შემთხვევა, სპარის მაღაზიის დაყაჩაღების ბრალდებით პოლიციელი დააკავეს 2 კვირის წინ მოხდა ეს შემთხვევა, როგორც გავიგეთ. ამ დრომდე მიუხედავად იმისა, რომ ესეთი მძიმე დანაშაულზეა პოლიციელი დაკავებული, არც ერთ
უწყებას არ გაურცელებია არანაირი განცხადება, როგორც ვიცით, პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას, იქიდან გამომდინარე, რომ ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, თუმცა ამ დრომდე დუმს პროკურატურაც არ აკეთებს კომენტარს, დუმს შინაგან საქმეთა სამინისტროც და ისმენდით პოლიციელების განმარტებას, რომ ის ჩვეულებრივი ადამიანია და თურმე პრობლემა ჰქონდა და ამის გამო გადაწყვეტა ყაჩაღობა. როგორც გითხარით, სულ რამდენიმე მეტრში ცხოვრობს აქედან ტარიელ რიჟვაძე საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე მარკეტი დააყაჩაღა მან და როგორც მისი თანამშრომლები გვიყვებიან, კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, ამის მიზეზი მისი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება გახდა და მან მევალეებიდან თავის დასაღწევად ეს გზა აირჩია და როგორც გითხარით, ამ დროისთვის მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს.